მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს პირველზე, მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ. Გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აგროთანადაფინანსების ახალი სახელმწიფო პროგრამა წარადგინა, რომლის მიხედვითაც აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულება ერთიანდება. 1 ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობის ერთიანი რეესტრი, როგორც მთავრობის მეთაურმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განმარტა, ინსტრუმენტი მთავრობას დაეხმარება ზუსტად დაინახოს თითოეული ფერმერის საჭიროება და სახელმწიფო მხარდაჭერა უფრო მიზნობრივი გახდება. დაჩქარდება პროექტების დაფინანსების პროცესი, დამკვიდრდება სისტემური მონიტორინგი, რათა დროულად შევიდეს ცვლილებები იმ პროგრამებში, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება. მთავარი მიზანი კი საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების გაძლიერება. თემის შესახებ უფრო მეც ჩემი კოლეგა ნინი სალუქვაძე მოგვიყვება, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. ნინი, გისმენთ. აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა მიზნად ისახავს, უბრალოდ აერთიანებს აგროწარმოების თითქმის ყველა საკვანძო მიმართულებას, როგორც ჩვენ უკვე აღნიშნეთ და მთავარი მიზანი არის ის, რომ მოხდეს მხარდაჭერა და კიდევ უფრო გაძლიერება მცირე ზომის ფერმერული მეურნეობების. სწორედ ამიტომ სახელმწიფო მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მნიშვნელოვნად დაიწევს თანადაფინანსების ქვედა და ზედაზღვრები. რიგ შემთხვევაში კი სახელმწიფო თანადაფინანსება გაორმაგდება. სახელმწიფო მზად არის პირველად წარმოებაში აიღოს ხარჯების მინიმუმ 50%, ხოლო გადამუშავებასა და შენახვაში 40%. სიტყვით გამოსვლებისას პრეზენტაციის დროს ხაზი გაესვა იმას, რომ სახელმწიფომ 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეცვალა მიდგომა აგროსასურსათო პროდუქტების სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებასთან და მხარდაჭერასთან დაკავშირებით და შედეგებით სახეზეა. შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა აგროსასურსათო პროდუქტების გადამუშავების მაჩვენებელი და ასევე რეალიზაციის მაჩვენებელი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ძლიერი სოფელი არის ძლიერი ფერმერი არის ძლიერი სოფლის და ძლიერი ეკონომიკის მთავარი ფუნდამენტი და სწორედ ამიტომ მსგავსი ტიპის პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აღნიშნული პროგრამა უკვე ზაფხულიდან ამოქმედდება. ინფრასტრუქტურაში, ასევე ტექნიკაში და ცოდნაში. ეს ხელშესახები სოფლის 2012 წლის შემდეგ სახელმწიფომ თავისი მიდგომა ფუნდამენტურად შეცვალა სოფელი განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად ვაქციეთ და დაიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება ინფრასტრუქტურაში, ასევე ტექნიკაში და ცოდნაში. და შედეგები არის ხელშესახები სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა და მან 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა, 2.5-ჯერ გაიზარდა აგროექსპორტი, რომელმაც $1.8 მილიონ გადააჭარბა. აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამით ჩვენ ვაერთიანებთ აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას. ჩვენი მთავარი მიზანია საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების გაძლიერება, გვინდა თქვენ იყოთ წარმატებული თანამედროვე მეწარმეები, რომელთაც გექნებათ სტაბილური შემოსავალი და ზრდის მუდმივი პერსპექტივა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვნად ვწევთ დაფინანსების ქვედა და ზედაზღვრებს, ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსება ორმაგდება. სახელმწიფო მზად არის პირველად წარმოებაში აიღოს ხარჯების მინიმუმ 50%, ხოლო გადამუშავებასა და შენახვაში 40%. გარდა ამისა, უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი. ეს არ არის მხოლოდ მონაცემთა ბაზა, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება ზუსტად დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება, გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა უფრო მიზნობრივი და დავაჩქაროთ თქვენი პროექტების დაფინანსების პროცესი. ამავდროულად ჩვენ ვამკვიდრებთ სისტემურ მონიტორინგს, რაც საშუალებას მოგცემს მუდმივად ვადევნოთ თვალი პროგრამის ეფექტიანობას და დროულად შევიტანოთ ცვლილებები იქ, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება. სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა თანმიმდევრულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვნად გააფართოვა აგროსექტორის მხარდაჭერის ინსტიტუციური, ინფრასტრუქტურული, ფინანსური და ტექნიკური მექანიზმები. საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციიდან 9 აგროსასურსათო პროდუქტია. დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ როცა არსებობს პოლიტიკური ნება, არსებობს გუნდი, რომელსაც გრძელვადიანი განვითარების ხედვა აქვს და არსებობს შესაბამისი ნიადაგი რეფორმების განსახორციელებლად, შესაძლებელი არის მომზადდეს სოფლის მეურნეობის განვითარების სრულიად ახალი ტრანსფორმაციული პროგრამა. თუ აქამდე სახელმწიფო მხარდაჭერა მიმართული იყო ცალკეული კომპონენტების დაფინანსებაზე, დღეს ჩვენ ვაფინანსებთ სრულ პროექტებს. ეს ნიშნავს, რომ ბენეფიციარს ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, ყველა ის რესურსი, რომელიც აუცილებელია შედეგის მისაღწევად.
როგორც უკვე გითხარით, აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა ზაფხულიდან ამოქმედება და მისი მთავარი მიზანი, როგორც მოისმინე, არის ის, რომ მოხდეს მცირე ზომის ფერმერული მეურნეობების გაძლიერება და კიდევ უფრო განვითარება. მადლობა ნინი საულქვაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. უკანა ქართველი ხალხის წინააღმდეგას ეაფასებს სახელმწიფო გუნდი საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადება, სადაც პაվել ჰერჩინსკი ამბობს, რომ ის რაც საქართველოში მომავალ თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს დაუბრუნდება თუ არა ქვეყანა ბნელ წარსულს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ როდესაც დიპლომატი ქართველ ხალხს გაღარიბებითა და სამოქალაქო ომით ემუქრება, ეს ელჩის ტრაგიკულ მდგომარეობაზე მეტყველებს. მართალ გუნდში განმარტავენ, რომ თუ აქამდე ქვეყანას შენიღბულად მოუწოდებდნენ ომში ჩართვაზე, ჰერჩინსკის განცხადება მის პირდაპირ მტკიცებულებაა, შესაბამისად სახელმწიფო პარტია დიპლომატისგან განმარტებებს ელოდება. საქართველოს გზაგასაყარზე დგას საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველოს ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ სამწუხაროდ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩვენ არ უნდა დაუშვათ, რომ საქართველოს და შესანიშნავი თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაუბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართულ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, შეუძლებელია მის შეფასება. მე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა იმას, რომ ბატონი ელჩი არის სამწუხაროდ ტრაგიკულ მდგომარეობაში. ქართულ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით. ეს არის მისი პირდაპირი მუქარა, რა თქმა უნდა, ამისათვის ელჩის დაბარება არის მიზანსაძბელი. როგორ მიყავს ქვეყანა აქამდე სამოქალაქო ომი? ერთხელ ხო სადა, ორჯერ ხო სადა, ხუთჯერ ხო სადა. ნახეთ, ჩვენ ქვეყანაში გამოვიარეთ რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა 4 წლის განმავლობაში. ბატონი ელჩი გამოდიოდა საპარლამენტო არჩევნების წინ და ქართულ ხალხს მოუწოდებდა ნაცების დაბრუნებისკენ. პირდაპირ მოუწოდა დამობილიზდეთო, გაუშვით ეს ხელისუფლება და მოაბრუნეთ ხელისუფლებაში ნაცებიო. ხო პირდაპირ მოუწოდებდა ამისკენ ქართულ ხალხს, ანუ ქართულ ხალხს ის პირდაპირ თავისი მოწოდებით აბრუნებდა სისხლიან, სწორედ რომ ბნელ 9 წლიან წარსულში. ეს არის ელჩის სულისკვეთება. თუ აქამდე რაღაცა შენიღბულად, შეფუთულად ვიღაცეები მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, აგერ პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე და ომზე. პირდაპირ დაემუქრა ქართველებს და დაემუქრა ქართულ სახელმწიფოს. ეს არის ძალიან მძიმე. პირველი ალბათ რაც უნდა გაკეთდეს, აუცილებლად უნდა მოხდეს ელჩის დაბარება და უნდა დაისვას კონკრეტული კითხვები, რაზეც გვჭირდება პასუხები. საქართველოს არაფრისგან არ გადაუხვევია. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ გვჭირდება მეგობრები, გვჭირდება პარტნიორები და არა ბატონები და რაღაც თითის მქნეველები. თითი დაუქნიონ, ვისთვისაც აქამდე დაუქნევიათ, სადაც გაზდით ეს ჩვენთან არ გამოვა, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკით და ყოველდღიური ნაბიჯებით ემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, ქვეყნის ინტერესს და ქართველი ხალხის ინტერესს. რა გახდა საკადრო ცვლილებების საფუძველი? მთავრობის მეთაურმა დღეს მედიისთვის საკითხზე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ საჭიროა მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოველდღიურ რეჟიმში არის უამრავი საკითხი ერთობლივად გადასაწყვეტი სამართალდამცავი ორგანოების მიერ და არის შესაძლებლობა, რომ ამ კუთხით მუშაობა უფრო ფორმალიზებული, ძლიერი კოორდინაციით გაგრძელდეს. სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ რეფორმა ერთი მხრივ სისტემას, მეორე მხრივ კი პოლიტიკურ გუნდს გააძლიერებს. ცნობისთვის მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს უახლოეს ხდომაზე წარედგინება და მომდევნო კვირაში დაჩქარებული წესით დამტკიცდება. ჩვენ გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის. კიდევ უფრო მეტად გაძლიერებული კოორდინაცია. ჩვენ ამის კარგი პრაქტიკა გვქონდა პრინციპში გასული თვეების განმავლობაში, მაშინ როდესაც მაგალითად ჩვენ გვიწევდა 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობის აღკვეთა, გვქონდა ძალიან კარგი კოორდინაცია, თუმცა ეს კოორდინაცია არ იყო ფორმალიზებული. ახლა ჩვენ გვაქვს უკვე იმის საშუალება, რომ ფორმალიზებული ძლიერი კოორდინაციით გავაგრძელოთ
მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში არის უამრავი საკითხი. ერთობლივად გადასაწყვეტი სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ჩემთვის პირადად შეუძლებელია ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ საკითხს ვადევნო თვალყურე. ამისათვის ახალი თანამდებობის შემოღება არის აბსოლუტურად პრაგმატული და ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება. ასრულებები ყოველთვის ხორციელდება, ხო, ბოლო წლების განმავლობაში ხა ჩვეულებრივი მომენტია, ხო, დღეს შეიძლება ერთ კონკრეტულ უწყებას ხელმძღვანელობდე, ხვალ შეიძლება სხვა უწყებაში კონდეს აღებული პასუხისმგებლობა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის, სადაც ხარ, როგორც ხარ, ემსახურებოდე შენს ქვეყანას და შენს ხალხს. მე მინდა თითოეულ მათგანს წარმატებები უსურვო, რადგან ამ უწყებების სწორი, ეფექტური და გამართული მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის, მშვიდობისთვის, იმ მშვიდისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ხელმძღვანელი იგორ ბლაჟევიჩი ქართველი რადიკალებისთვის ტრენინგების ჩატარებას განაგრძობს. რაც გეგმავდა ოპოზიცია იგორ ბლაჟევიჩთან ერთად მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეში იგორ ბლაჟევიჩის მონაწილეობით არაერთი ჩანაწერი არსებობს. მტკიცებულებები, რაზეც მამუკა მდინარაძემ ისაუბრა, მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ოპოზიცია სცენარს არ ცვლის და უცხოეთიდან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებს. სახელმწიფო პარტიაში ქვეყნის გარედან ორგანიზებულ არეულობის მცდელობებზე საუბრობენ, რომლის მიზანიც ძალადობის სახალისება და კიდევ ერთხელ რევოლუციის მოწყობის მცდელობა. მათივე განცხადებით, სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად ფხიზლა და არ დაუშვებს ქვეყანაში მსგავს ფაქტებს. მე შემიძლია გითხრათ, რომ არ მოეწონება ჩემი შემდეგი წინადადება, არ მოეწონება ბევრი ადამიანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი მასთან დაკავშირებით მისი მონაწილეობით. ამიტომ, როდესაც ისინი თამამად საუბრობენ, არანაირი ბლაჟევიჩი, არანაირი დავალება, არანაირი ტრენინგი, არანაირი მისი კომუნიკაცია საქართველოში ვიღაცებთან არ არსებობს, ამის საპირისპიროდ არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე და კონკრეტული მოსამართლის განჩინების საფუძველზე აბსოლუტურად ლეგიტიმურად გაკეთებული ჩანაწერები, სადაც ამ ყველაფრის მამხილებელი სიტყვები, ფრაზები, ხმა, კონკრეტული ადამიანები არსებობენ. მოვა დრო, ვილაპარაკებთ იმაზეც, რას გეგმავდნენ, მოვა დრო, ვილაპარაკებთ იმაზეც, რა მიზანი აქვთ. შეიძლება ვიღაცას ისიც კი მოეჩვენოს ჩემს კოლეგებს, რომ ნაადრევი იყო ჩემგან ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ ისინი უკვე ძალიან გაფრთხილდნენ მას შემდეგ, რაც გაჟონა ტელევიზიაში ამ ინფორმაციამ. როგორც კი შიგნით ფული ვერ შემოდის და ტრენერები ესე როგორც დადიოდნენ ბაკურიანში და სხვა სასტუმროებში ამაყად და საერთოდ პრობლემა არ ქონდათ და დღეს უკვე მიხვდნენ რომ პრობლემაა და პრობლემა მათი არის მხილება მთავარი და კანონი უპირისპირდება მათ გარკვეული სახთელების და პრევენციული სანქციების სახით, დღეს უკვე დისტანციური ტრენინგები გადაწყვეტეს და დისტანციური დავალებები გადაწყვეტეს. აქაც ჩვენ საბედნიეროდ გავძლიერდით ისე უკვე შიდა უწყებრივად სამართალდამცველები, რომ შევძელით აქაც უკვე ჩამჯდარიყავით იქ, სადაც მათ წარმოდგენა არ ქონდათ. მე გამახსენდა ერთი ეგრეთ წოდებული ნიუსი, 3 დღის წინანდელი თქვენი თუ რომელიღაც ტელევიზიის, სადაც იყო ესეთი რომ ჯერჯერობით უცნობია და ვარკვევთ მდინარაძის ვიზიტი უკავშირდებოდა თუ არა ბლაჟევიჩი. ახლა უკვე შემიძლია გაგცეთ პასუხი. არა, არ უკავშირდებოდა. ეს იყო კვირებით ადრე დაგეგმილი ვიზიტი, გეგმიური სამუშაო, ძალიან კარგი შეხვედრები მქონდა სპეცსამსახურის ხელმძღვანელებთან, ორ ხელმძღვანელთან, უსაფრთხოების სამსახურის და დაზვერვის სამსახურის უფროსთან, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან საერთოდ ამ თემას ჩვენ არ შევხებივართ, არ იყო მათი თემა. მეორე შემთხვევაში შევეხეთ. მეც აღარ გავაგრძელებ. გვარები იცვლება, მაგრამ რეალურად ეს ინტერესი რომ საქართველოში რაღაცნაირად არიონ ვითარება, სადონ კიდევ ერთხელ რევოლუციის მოწყობა, ეს ინტერესი არ ცხრება და ამის გამოხატულებაა ბატონი ბლაჟევიჩის საქმიანობაც და შესაბამისი დაფინანსება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად ფხიზლა და არ დაუშვებს ასეთი მცდელობების წარმატებას. 12 საათში ერთხელ გაჩერებული საათით საჩვენებს ორ დროს. ეს არის მარტივი ლოგიკა და თქვენ ამ შემთხვევაში შეგესრულათ და 12 საათი და გაჩერებულმა საათმა აჩვენეთ სწორი დრო და ბლაჟევის ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომ ბლაჟევის ჰქონდა დავალებული
პარტიული აქტივისტვის და ამ პარტიულ აქტივისტში შედის რა თქმა უნდა თქვენი მედიაც, რომ ასეთი თემა წამოიწიათ ხელოვნურად. აი ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. ჩვენ ასევე რამდენიმე თვის წინ თუ გახსოვთ მოვისმინეთ ასევე კონკრეტული და ვნახეთ კონკრეტული ვიდეო ჩანაწერი, სადაც საუბარი იყო სახელმწიფო გადატრიალებაზე, რევოლუციური სცენარის მოწყობაზე, თუმცა ეს ყველაფერი მაშინ შეფუთული იყო და საზოგადოებას ეუბნებოდნენ, რომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ეხმარებოდნენ. ეს ძალიან მძიმეა და საზოგადოება ხედავს, რომ ჩართულია გარე აქტორები, არისვენებენ, ქვეყანას მოსვენებას არ აძლევენ და ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. მე მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადაუხადო შესაბამის უწყებებს, შესაბამის სამსახურებს, რომ არიან მოწოდების სიმაღლეზე. დაიტოვებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილ ბოკერია გვარამიას ალიანსს დაპირისპირება დღითი დღე მწვავდება ალიანსის ევროპოზიციონერებს პატიმარი სააკაშვილის განცხადებები არ მოსწონთ ნაციონალური მოძრაობის წევრებისთვის კი მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის სხვა ოპოზიციონერების მხრიდან არ აღიარება წითელი ხაზი, რის გამოც ალიანსიდან გასვლას არ გამორიცხავენ. მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურ რეჟიმში აკრიტიკებს ოპოზიციას. ოპოზიციაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ სახელმწიფო გუნდში და ამბობენ, რომ გარედან მართული ოპოზიციას ერთობის რესურსი არასდროს ჰქონია და საზოგადოება ახლა კოლექტიური ნაცმოძრაობის ნგრევის პროცესს ადევნებს თვალს. იმისათვის, რომ ამჯერადაც არ მოუსრიალდეთ, საჭიროა ყველა ჩვენი შეცდომის გადაუდებელი გაანალიზება და სასარგებლო დასკვნების გამოტანა, ხო და გადავწყვიტე ამ ყველაფერზე ძალიან ღიად საუბარი და არ ვაპირებ გავუფრთხილდე ვინმეს სენტიმენტებს თუ გვინდა ძალის აკრეფა, აუცილებელია კრიტიკის მიღებაც. ახლა გამეფებული კონცეფციაა, რომ მხოლოდ კოალიციური მთავრობა გადაარჩენს საქართველოს. მე მაინც ვიტყვი, რომ კოალიციური მთავრობა არის დემოკრატიული მმართველობის ყველაზე უარესი ფორმა. ვისაც კოალიციური მართვა ბოროტებად მიაჩნია, რეალობას უარყოფს, მეფე ვარო გაიძახის და დამპალ პამიდრებს ისვრის, მის სადარბაზოში არაფერი მესაქმება. შეუძლებელია ვიყოთ იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი არის სამიზნე დამოღებული. ის გახლავთ ჩვენი პოლიტიკური ლიდერი. ამის მიხედვით გადაწყდება ჩვენი ალიანსში დარჩენა. ეს სტატუსი არ იყო კონფრონტაციული, ის უბრალოდ ისტორიული ფაქტის კონსტატაციას ახდენდა. არ ვიცი, მოწოდება და რეკომენდაცია, როდის აქედან არის კონფრონტაცია, ვერ ხვდები. ადამიანი, რომელიც მუდმივად თავს ესხმის სხვებს, არ უნდა საუბრობდეს იმაზე, რომ თითქოს და ვიღაცა არის ინიციატორი რაიმე ტიპის თავდასხმის, ხო? მიხეილ სააკაშვილზე ეს თავდასხმები უნდა შეჩერდეს და უნდა აჯობონ საკუთარ პოლიტიკურ ეგოებს და კომპლექსებს მასთან მიმართებაში. ოპოზიციის ეს მორიგი ეგრეთწოდებული გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო. ეს არის უკვე ალბათ მეათე ეგრეთწოდებული ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მე თვითონვე შლიან, რომ მე რამდენად უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი, ხო? რეალურად ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, თუ რა მძიმე მდგომარეობაა შექმნილი დღეს ოპოზიციაში. ყველა ნაციონალური მოძრაობის წიაღში აღმოცენებული ელემენტები არიან, ხო? ვიცით, რომ ყველა იმართება გარედან, არიან ქვეყნის მოღალატეები, არიან ქვეყნის მტრები, ქვეყნის ინტერესთან და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილთან ამ ადამიანებს საერთოდ არაფერი საერთო არ გააჩნიათ. საერთოდ ქვეყნის ინტერესთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მათი ქმედებები და არანაირი თანხმედრა არ აქვს. და როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ აგენტურის ქსელის წარმომადგენელი და რაღაცა იფუთები როგორც თვითონ პოლიტიკოსად, ну, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს ქვეყანაში ვერანაირი წარმატება ვერ ექნება. სწორედ მათი გაერთიანების დღეს პირველად მოვისმინეთ ის, რომ ეს გაერთიანება, ეს ალიანსი იყო მათი უცხოელი პარტნიორების მოთხოვნა. ხო? ეს ძალიან კაფიოდ განაცხადეს და არაერთხელ განაცხადეს მერე უკვე მოგვიანებითაც. და როდესაც ახლა უცხოელი პარტნიორების მოთხოვნას ასრულებ იმას და შესაბამისად ამას მერე ასაღებ შენ რომ თითქოს ქართული საზოგადოება ამას ითხოვს, რა თქმა უნდა ეს თანხმედრაში ვერ იქნება ერთმანეთთან, ხო? მათი ეს გაერთიანებაც არის ხელოვნური და სწორედ ამიტომ შედეგს ვერ მოიტანს, იმიტომ რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული რაიმე ღირებულების, რაიმე ფასეულის გარშემო, ისინი არიან უბრალოდ სხვისი ბრძანებით გაერთიანებულები. რა თქმა უნდა, მათ შორის ასთა დაპირისპირება იქნება და ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ არის კიდეც და როგორც ჩვენ წარსული გამოცდილება ვკარნახობთ, ძალიან მალე ისევ დაიშლება ეს გაერთიანება. 34 წელი საქართველოსა და შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ორი ქვეყნის მეგობრობისა და პარტნიორობის საიუბილეო თარიღის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო წერს. დღეს 34 წლის შემდეგ ჩვენ სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაგრძელებასა და განვითარებას საქართველოში აღნიშნულია საელჩოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
1992 წლის 23 აპრილს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან სულ რაღაც ერთ თვეში შეერთებულმა შტატებმა თბილისში საელჩო გახსნა. ეს იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი. იმ დროს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კერი კავანომ გახსნას ისტორიული უწოდა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაზე, თანამშრომლობის გაფართოებასა და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ხელშეწყობის გეგმებზე ისაუბრა. დღეს 34 წლის შემდეგ ჩვენ სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებასა და განვითარებას საქართველოში. დიუშანის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატები, რომელიც კვლევებით დადასტურებულ რისკებს შეიცავს. ჯანდაცვის მინისტრმა ამჯერად ექსონ სკიპინგთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელსაც არ აქვს ევროპის წამლის სააგენტოს ავტორიზაცია, შტატების რუსეთისა და წამლის ადმინისტრაციისგან კი დაჩქარებული ავტორიზაცია აქვს. შესაბამისად, მკურნალობის ამ მეთოდთან დაკავშირებით კვლევები გრძელდება და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, რამდენად უსაფრთხოა პრეპარატები, რომელსაც ექსონ სკიპინგის დროს იყენებენ. აღნიშნული მეთოდი უჯრედებს საშუალებას აძლევს გვერდი აუარონ გენის დაზიანებულ ნაწილებს და შექმნან ფუნქციური ცილა. ექსონ სკიპინგი ამ ეტაპზე ცხოველებზე, უფრო კონკრეტულად კი ვირთხებზე დაკვირვების ეტაპზეა. მართლაც სამაგალითო სახელმწიფოები არიან, სამაგალითო ჯანდაცვის სისტემებით, რომელიც დაშვებული ეს არ არის. აი ეს ეგზონის ამოგდება, ეგრეთ წოდებული ეგზონ სკიპინგი. ამ შემთხვევაში ნახეთ როგორია მოცემულობა. ემა არც ერთს არ აქვს ერთის გამოკლებით, ერთს ქონდა. მინიჭებული მე უარი ითქვა. ძირითადი მიზეზი იმხანად, აი 2018 წელს არის ეს მიღებული გადაწყვეტილება, შემდეგ არც ერთ ამ ეგზონის სკიპინგზე არ არის შეტანილი განაცხადი. წამლის ეფექტურობაზე მონაცემების სიმცირე, აი ეს არის მიზეზი. კერძოდ კვლევის მიხედვით არ დადასტურდა მისი ეფექტურობა პლაცებოსთან შედარებით. ესე იგი ამას ვინც სვამს და პლაცებოს სახით ვინც არ სვამს, შედეგები აქვს ერთი და იგივე. ემა არა აქვს, მაგრამ აი FDA აქვს მინიჭებული ამ ეგზონ სკიპინგებს, მაგრამ ნახეთ, აქაც დაჩქარებული წესით არის საუბარი. ეს დაჩქარებული წესი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რას ნიშნავს, ვთქვით, რომ ამის შემდეგ, ამ ავტორიზაციის შემდეგ უნდა კვლევები როგორ იცით, აი კვლევები ჯერ ცხოველებზე კვლევა, ადამიანებზე კვლევა და ამის შემდეგ უნდა გაირკვეს წამალი უსაფრთხოა, ქმედითია თუ არა. პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა განიხილეს. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში ორმხრივ რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე. იმსჯელეს ერთობლივ მნიშვნელოვან პროექტებზე. ხაზი გაისვა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობა წარმატებით ვითარდება ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში. საუბარი შეეხო რეგიონის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო პროცესებში. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას. შეხვედრას პრემიერ-მინისტრის სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. შევხვდი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს. განვიხილეთ თავდაცვის სფეროში საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი და გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების გარემოს ცვლილებებთან დაკავშირებით. 25 აპრილს უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება. თარიღთან დაკავშირებით საპატრიარქო მრევლს მიმართავს. მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესისთვის და ყველა სურს მაქსიმალურად შეეძიოს ჩვენს პატრიარქს. გარდა ლოცვისა, რა თქმა უნდა, სხვა შესაძლებლობებიც მრავალგვარია. დიდად მნიშვნელოვანია მაგალითად მოყვასისთვის სიკეთის ქმნა. ამასთან შეგახსენებთ, რომ ილია მეორის ერთ-ერთ სურვილსაც, რომ ღვთის სადიდებლად თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა და მას სამუდამოდ განვშორებოდით. აღნიშნული საპატრიარქოს განცხადებაში. ორთაჭალაში რუსთავი თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირის დაზიანების შედეგად ბზარები გაჩნდა როგორც სავალ ნაწილზე, ასევე ტროტუარზე. პრობლემის გამოვლენისთანავე ოპერატიულად მოხდა რეაგირება სავალ ნაწილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტის ბოლოს დაიწყო. ამ ეტაპზე აღნიშნულ მონაკვეთში მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე მოეწყობა ხიმინჯოვანი კედელი, რის შემდეგაც განხორციელდება გზის რეაბილიტაცია. სამუშაოებს დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო.
პირველი რაც გაკეთდება ეს არის დაახლოებით 40 მეტრამდე სიგრძის ხიმინჯოვანი კედელი. ამის შემდეგ უკვე მოეწყობა შესაბამისი სამუშაოები, შეივსება აღნიშნული მონაკვეთი და მოძრაობა იქნება აღდგენილი. დაახლოებით ივლისის ბოლოს მთლიანად სამუშაოები იქნება დასრულებული, იქნება ყველანაირად უსაფრთხო, უპრობლემო. მარტის თვის დასაწყისში აქ შევნიშნეთ ბზარები ტროტუარზე და ჯეიბირზე, ასევე სავალი ნაწილის გარკვეულ მონაკვეთში დაუყოვნებლივ მოვახდინეთ ჩვენ გზის ნაწილის შეზღუდვა, რათა უსაფრთხო ყოფილიყო გადაადგილება. მიმდინარეობს ხიმინჯების ბურღვა და ხიმინჯოვანი კედელი უნდა მოეწყოს. რის შემდეგაც გზის საფარიც მოწესრიგდება და აქ გავლა გახდება სრულად უსაფრთხო. რუსთავში სანაპიროს ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. 3300 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის სამფენიანი საფარი დაიგება. მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ტროტუარები. დამონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელები და მწვანე სივრცეები. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. რუსთავში სანაპიროს ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ ფაზაში გადავიდა. ეს ქუჩა დიდი პროექტის ნაწილია, სადაც 4 ძირითადი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს. ასფალტთან ერთად მოეწყობა საფეხმავლო, გამწვანებული სივრცეები და ასევე ამ ქუჩაზე სხვადასხვა ის პრობლემები გამოვასწორეთ, რომელიც წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის იყო გამოწვევა. მიმდინარეობს ფალიაშვილის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის და სანაპიროს ქუჩების რეაბილიტაცია. ამჟამად მიმდინარეობს ქვედა საფარის მოწყობა ასფალტ-ბეტონისა სანაპიროს ქუჩაზე. აღნიშნული სამუშაოები უკვე შესრულდა ფალიაშვილის და მარჯანიშვილის ქუჩაზე. თბილისში პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი გაიმართა. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა გახსნეს. ფორუმში 20-ზე მეტი ქართული, 10-მდე სლოვაკური ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობდა. ქართული და სლოვაკური ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ სამომავლო თანამშრომლობის მიზნით საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ. ფორუმის მიზანი საქართველოში სლოვაკეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვაა. სლოვაკეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის თბილისის ისტორიულ უბნებში ტური გამართა. მას შემდეგ რაც ქუთაისსა და ბრატისლავას შორის პირდაპირ ფრენები ვიზიარმა დაიწყო, მას შემდეგ ძალიან აქტუალური გახდა როგორც სლოვაკების საქართველოში სტუმრობა, ასევე საქართველების სლოვაკეთში სტუმრობა. შესაბამისად, ჩვენ პირველად მასპინძლობთ ტურისტულ კომპანიებს. საქართველოსთან წარმოდგენილი იყო 20-ზე მეტი კომპანია და სლოვაკეთიდან საქართველოს 10 კომპანია ეწვია იმისთვის, რომ ბიზნეს ურთიერთობები დავამყაროთ და მომავალში ბევრად მეტი ტურისტი ჩამოვიყვანოთ საქართველოში. ეს ქონდა შეხვედრა სლოვაკ ტუროპერატორებთან, სადაც შევთავაზეთ ჩვენი მომსახურება. რაც იმედია რომ საინტერესო გახდება და ვითანამშრომლებთ მორიგ ევროპულ ქვეყანასთან. პირადად მე იშვიათად ყოლია სლოვაკეთიდან სტუმრები და იმედია რომ აი ამ შეხვედრის მერე, რომელიც იყო ორგანიზებული როგორც სლოვაკიის საელჩოს ინიციატივით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას განაგრძობს. უწყება აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს ყაზახ სტუმრებს აცნობს. ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, სადაც დეპუტატები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ, სტუმრებს საშუალება აქვთ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ აჭარასა და ზოგადად საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით. ყაზახეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული მიმართულებაა, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა რეგიონში მზარდია. რაც შეეხება ფრენებს, ამ ეტაპზე ფრენები ყაზახეთიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით ხორციელდება, რასაც ივნისიდან აჭარის მიმართულებით სეზონური ფრენები დაემატება. ყაზახეთიდან დაინტერესება საქართველოში მოგზაურობის კუთხით არის მაღალი, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ გეგმავთ და ვახორციელებთ მარკეტინგულ აქტივობებს, რომლითაც პოპულარიზაციას ვუწევთ ჩვენ ტურისტულ პროდუქტებს ყაზახეთში. გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე ჩვენი კერძო სექტორი და ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ის ახალი ტურისტული პროდუქტები, რაც გვაქვს, უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს მნიშვნელოვანი ტურისტული პროდუქტები მოხვდეს ტურისტული სააგენტოების შეთავაზებებში. ყაზახეთის საერთაშორისო გამოფენა, რომელიც იმართება ქალაქ ალმატიში, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ღონისძიება
ცენტრალურ აზიაში და ტურისტული კომპანიები ველოდებით ამ თარიღს ახალი პარტნიორების მოსაზიდად. დღეს გვაქვს ეგ საშუალება ვიყოთ აქ და გავაცნოთ კაზახ ტურისტებს ჩვენი საქართველო. ჩვენი უნიკალური საქართველო თავისი ისტორიით, კულტურით, ტრადიციებით, გემოებით. კლასიკური კონცერტები ბათუმში საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მორიგი კონცერტი გაიმართა სახელწოდებით ქართულ-იტალიური მუსიკალური დიალოგი. საერთაშორისო ფესტივალი აჭარის მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალი 24 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. 4დღიანი პროგრამა აერთიანებს კლასიკურ კონცერტებს, რომლებშიც მონაწილეობენ მსოფლიო დონის შემსრულებლები. სრულდება ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები. ფესტივალის მიზანია საერთაშორისო კულტურული დიალოგის გამტკიცება, რეგიონის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა. შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ესეთი მაღალი დონის მუსიკოსებთან ერთად, მაესტროსთან ერთად, რომელიც ჩამოვიდა იტალიიდან, ასევე პიაცოლა, რომელიც ძალიან ძნელი დასაკრავია, აი ამ ერთ საათნახევრიანი პროგრამა მსმენელმა, აი ერთი ამოსუნთქვით პირდაპირ მოისმინა და მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ აი ამის მომსწრე ხდებით, რეგიონისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი, ასეთი მაღალი დონის მუსიკოსების სტუმრობა და ესეთი არაჩვეულებრივად იმის მოწმეები გავხდით, რომ ცნობიერება არის ძალიან ამაღლებული და კლასიკური მუსიკა ძალიან უყვართ. ეს ყო ბოლო ინფორმაცია პირველზე ერთმანეთს უბრალოდ 4-ზე შევხვდებით დროებით.